მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე კასანიკიძე გახლავართ და დღეს გადაცემაში მე დიდია ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მოგზაურობა გელით წარსულში, საუბარი აწყოზე და სამომავლო პერსპექტივებზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ როგორც სამედიცინო მეცნიერებების ტრანსლაციურ ხასიათზე, ისე იმპერსონალურ გზაზე, კარიერულ განვითარებაზე, საექიმო მოღვაწეობაზე, რომელიც შეიძლება განაგოს გარემოებებმა, პირობებმა, საკუთარმა შრომამ და მონდომებამ. ძალიან საინტერესო გზა, რომელიც გაიარა ბატონმა ალექსანდრე ციბაძემ. მოგესალმებით საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ ჩვენი საუბარი, ვინაიდან თქვენ ხართ ექიმი, მეცნიერი, მედიცინის დოქტორი, სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ძალიან დიდი საინტერესო წარსულით და ვფიქრობ თქვენი გზა, ექიმის გზა, აი ეს რუბრიკაც გვაქვს ჩვენს მედიდეაში, საინტერესო იქნება არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვნახავთ რა ტენდენციები იყო, როგორ ვითარდებოდა საქართველოში მედიცინა, განსაკუთრებით იმ მიმართულებებით, რომელშიც თქვენ მოღვაწეობდით და რა სიახლეები, რა იდეები, რა ინოვაციები დაინერგა და დღეს ამას რა მნიშვნელობა აქვს ქართული მედიცინისთვის. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიდი ხანი არ ყოფილი ვარ ამ ტელეარხის სტუმარი, ადრე უფრო ხშირად მოვდიოდი აქ. ბოლო ჩემი მოსვლა იყო დაახლოებით 6-7 წლის წინ, როდესაც აი ეს მოგარცვათ მინდა ეს წიგნი, იყო შესანიშნავი მეცნიერი, შესანიშნავი პიროვნება გიზო ვასაძე, გაიოზ ვასაძე. ეს არის ჩემი გაკეთებული და მისი პრეზენტაციასთან დაკავშირებით იყო დიდ სამედიცინო ინსტიტუტში შეხვედრაც და შემდეგ ვიყავი პულსზეც. ამასთან დაკავშირებით უღრმესი მადლობა. ეს ძალიან სასიამოვნო, ეს კიდევ ერთი მიმართულებაა თქვენი მოღვაწეობის, რომ აი ესეთ შესანიშნავ ნარკოტიკებს. გარდა ამისა, ესეთი ბიოგრაფიული მაქვს მამა ჩემზე და დედა ჩემის ძმა ბიძაზე. ბიძა იყო აკადემიკოსი ბიძინა ნანეიშვილი. დიდი და ამათი ორივე ცხოვრება აღწე მოსონოდა იმასაც მოგარწმუნდით. ეს ძალიან დიდი საქმეა, თანამედროვე მედიცინის ჩვენი შეხვედრისას და ამდენად. გარდა ამისა, მე დღეს მინდა მოგართვათ სამედიცინო ინსტიტუტში რამაზ ხერსუენის რექტორობის პერიოდში გაკეთა ძალიან დიდი საქმე. ავაგეთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია. ეს ეკლესია არის ჩვენი ინსტიტუტის გვერდზე და აი ამ ეკლესიას მიუძღვენი აი ეს წიგნი მე და რამაზ ხერსურიანი. რა საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა. ეს ყველაფერი სიახლეა. ესე იგი, სიახლეა ნამდვილად, იმიტომ რომ მე ვიცი თქვენი სამედიცინო და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ და ესეთ პუბლიცისტური კი აი ეს პოპულარული პუბლიცისტიკა, მედიცინის ისტორიის, თანამედროვე მედიცინის ისტორია საქართველოსი არის კიდევ ერთი ის მიმართულება, რომელიც ახლა შესაქმნელი დარგია, იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ახლო მომავალში წარსული იქნება, ხო მართალია და დიდი მადლობა ნამდვილად ამ საქმიანობისთვის. და კიდევ ერთი უფრო ადრე გამოცემული ეს უნიკალური გამოცემა და წიგნია სპა და ბალნეოთერაპია. ეს უღრმესი მადლობა. კურორტოლოგია არის ის, რითაც თქვენ დაიწყეთ თქვენი საექიმო მოღვაწეობა. მე როდესაც დავამთავრე ინსტიტუტი, განაწილება იყო და გავანაწილეს ბორჯომში. ბორჯომში, იმიტომ მოინდომა ძალიან პროფესორ ოჯახმაც მოინდომა, რომ იქ იყო კონსულტანტებად ალექსანდრე ბაკურაძე, მაშინდელი ფიზიოლოგიის კათედრის გამგე და აკადემიკოსი. ლეილა ქუთათელაძე, მაშინდელი ბიოქიმიის კათედრის გამგე. შიო გუგეშაშვილი, შესანიშნავი თერაპევტი და თერაპიის კათედრის გამგე. შალვა ფარჟანაძე იყო კურორტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკის ხელმძღვანელი. და აი ეს
კონსტიტუციის სპეციალისტები გვიკითხავდნენ ლექციებს, ვარჩევდით ავადმყოფებს და ვიყავი ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგე. გარდა ავადმყოფობის გატარებისა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დავამთავრე ინსტიტუტი და ჩავედი ბორჯომში, კარდიოგრაფია არ ვიცოდი. მესმის. ხო, პრაქტიკულ ნაწილს მაინც მე ვერ სწავლობდი. ვიყავი ამ კაბინეტის გამგე. და მაშინვე გამოგზავნეს. მაშინ იყო მოსკოვის თერაპიის ინსტიტუტი, იქ იყო დარაფეევა, შესანიშნავი ელექტროკარდიოგრაფიის სპეციალისტი და ავითვისე ეს მეთოდი. და ალბათ ფილტვების ფუნქციური დიაგნოსტიკა შედიოდა, ხო? ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტში. ნუ თავარი იყო. ახლა შევთავაზეთ ერთ რაღაცაზე, რომ იმ დროს ფუნქციონალური დიაგნოსტიკა ეს იყო აბსურდების თეატრი. მესმის. აქაც და აი ესეც დიდი ინსტიტუტი როგორც იყო მოსკოვის თერაპიის ინსტიტუტის იმიტომ რომ ის მეთოდები რომელიც მაშინ არსებობდა მთელ მსოფლიოში არც ერთმა უმეტესობამ არ გაამართლა. გაამართლა მხოლოდ ულტრაბგერითმა დიაგნოსტიკამ და ელექტროკარდიოგრაფიამ. აი ესეც უკვე საინტერესო დეტალია ძალიან. ეს ისეთი რაღაცაა რომ თანაც აპარატურა არ იყო. ბორჯომში რო ჩავედი, იყო ელექტროკარდიოგრაფიის ერთარხიანი პატარა აპარატი, რომელიც უნდა ჩაგეწერა კარდიოგრამა ფოტოპლიონკას. მაშინ ფოტოზე იწერა. ფოტოზე იწერებოდა, მე სად იყო ქაღალდი. მელნი ჩამწერის სანატრელი მქონდა და უნდა სასულიყო ექტანი გაემჟავნებინა და თუ გამოვიდა და თუ ჩანდა ეს ზაიჩიკი ყველგან კარგად ჩანაწერი, მაშინ უკვე გავუშვებდით ავადმყოფს თუ არა და ავადმყოფით უნდა დაეცა და ჩვენთვის. აი მოგმოში მადლობა ეს რო აღნიშნეთ. მე არ ვიცოდი ეს თუ იმაზე იწერებოდა. დიდი მიღწევა იყო, როდესაც მივიღე მელნი ჩამწერი ელექტროკარდიოგრაფი. ეხლა მთელი ელექტროკარდიოგრაფიის აპარატი ფაქტიურად აბსოლუტურად სულ სხვა არის. და ეს რომელი წელი იყო? უკვე კურორტოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდი და მაშინ აი გიზოს დახმარებით გადმომწეს ელექტროკარდიოგრაფიის კომპიუტერული ანალიზის დიდი დანადგარი, რომელსაც ეკავა სამი ოთახი. უშველებელი იყო და ეს კომპიუტერი მუშაობდა, თავისი პროგრამები მოყვა იმას და ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებდა. ხო, მაგრამ აი ეს არის გზა იმისი თუ როგორ გაიარა ნელ-ნელა თვითონ მედიცინამაც და აპარატურამაც პროგრესი. კარგად შევისწავლე. მესმის. უკვე ელექტროკარდიოგრაფიის მეთოდი. და ერთი მომენტი მაქვს კიდე გარდა მოსკოვისა, თბილისშიც არ დავასახელებ იმ პიროვნებას, ჩემი მასწავლებელი იყო, შესანიშნავი კარგი ადამიანი და ყველაფერი. რო კიდევ დამატებით გამევლო კვალიფიკაცია ელექტროკარდიოგრაფიაში. ესე იგი, მაშინ კადრების განსწავლას, აი, კარგად, ეხლა რო ტრენინგს ვეძახით, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ხო? არა, კი ენიჭებოდა, სხვანაირად ვერ იმუშავებდა აი კაბინეტი და რაღაცა, მაგრამ მეორე ვარიანტია, აი რაც ეხლა განსაკუთრებით ვსვავეთად გასაკითხი. რომ ეხლა ჩემი მასწავლებელი იყო, ახლობელი იყო, ყველაფერი და გამაგზავნეს მასთან და კიდევ ერთხელ ვნახულობდი თუ როგორ ხდებოდა გადაღება კარდიოგრაფიის და გაშიფრვაში და ასე შემდეგ. რაღაცა მომენტში მე მეტყოდე ხოლმე, ეხლა შენ უნდა გახვიდე კაბინეტიდან. ჩვენ ეხლა ვიღებთ ამერიკული მეთოდით. არაფერი ეს სასაცილოა, ნების განხრები ყოლობარი. და არ უნდოდა რომ ნების განხრები მენახა როგორ ხდებოდა ტექნიკურად, იმიტომ რომ ერთხელ თუ შეხედავი, მე აი ეს უფრო მსწავლეთ დგას დღეს, რომ ახალგაზრდებს კი ცნობას მოგცემ, რასაც გინდა, მაგრამ სწავლას კონკურენტი უნდა გაჩნდა ჩემია. კონკურენცია, აი სხვათა შორის, აი ამ თვალსაჩინოდ აი ფაქტობრივად ინსტიტუტისა და ბალნეოლოგიური კურორტის განვითარება თუ შემდეგ მისი ასე ინსტიტუტის საერთოდ გაქრობა
სამყარო და აი ამ კონკურენციამ გამოიწვია სწორედ. მესმის. და ეს მინდოდა ახლა აქ თემაზე გადავსულიყოს. კი, სიამოვნებით, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩვენ სხვა შორის დღესაც აქტუალურია ფიზიოთერაპიის საკითხები. იმიტომ რომ ხა ჩვენ ბევრი მსჯელობა გქონდა კოლეგებთან, ბევრ პროტოკოლში არ არის ვალიდურობა, არ არის დამტკიცებული, ამიტომ გვეუბნებიან რომ ეს არის მეთოდი, რომელიც არ არის იმდენად ეფექტური, რამდენადაც კინეზოთერაპია და ამიტომ სადაო გახდა, შევიტანოთ, არ შევიტანოთ. არის ძალიან ბევრი დავა იმასთან დაკავშირებით რეაბილიტაციის, რომელი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამა თუ იმ დაავადების დროს, რომ უკვე სტანდარტი არსებობდეს და არა ინდივიდუალური მხოლოდ ასე ვთქვათ და გამოცდილებაზე დაფუძნებული დანიშნულებები. საერთოდ სად არის რეაბილიტაციის და კურორტოლოგიის როლი? და ბოლო პერიოდში თქვენ ცით რომ კურორტების განვითარების სააგენტოც კი შეიქმნა, სპეციალობად სპორტული მედიცინა და ფიზიკური მედიცინა, რო ხა შეიქმნა მეორე ნუსხაში შევიდა ფიზიკური მედიცინისა და კურორტოლოგიის, რეაბილიტაციის და კურორტოლოგიის სპეციალისტი, ანუ ეს სიტყვა დაემატა, მაგრამ აზრს დაკარგავს სიტყვა კურორტოლოგი, თუ ჩვენ კურორტებზე არ აღვადგინეთ მაშინ ის, რასაც ქვია კურორტული მკურნალობა. აიქნება ეს პერიოდი გავიხსენოთ საქართველოში. ახლა ეს უკვე სულ სხვა მიმართულებაა. დიახ. ახლა კურორტოლოგია, ფიზიოთერაპია, ბალნეოლოგია, კლიმატოთერაპია და ასე შემდეგ. ფიზიოთერაპია. ეს ყველა აი ამ მიმართულებას თავისი დაავადებების და მიხედვით თავისი სპეციალისტი უნდა ყოს. უკვე ეს თითქმის შეუძლებელი გახდა. და როდესაც არსებობდა ინსტიტუტში იყო აი ეს განყოფილებები. შესაბამისი განყოფილებები იყო, რომელსაც შედგენ შესანიშნავი სპეციალისტები, დაუშვათ იგივე აკაკი გაკულია, იგივე ალოშა რობაკიძე, იგივე მერი ჯოღელი, შალვა ფარჟანაძე და აღარ ჩამოვთვლი ძალიან ბევრი. გავიხსენოთ, ვინც გაგახსენებათ, ხო, ისეთი რო გამომჩეს ვიღაცას. არა, ნუ აი იმასთან კონტექსტში, რომ აი რაც მიმართულება შეიქმნა, ინოვაცია, იდეა გაჩნდა, დაინერგა. ფაქტურად დღევანდელი კურორტოლოგია თუ ბალნეოლოგია ემყარება აი იმ პერიოდის კვლევებს. იმ პერიოდის კვლევებს. დიდი კვლევები ტარდებოდა, მაშინ დირექტორი იყო ვლადიმერ წითლანაძე და ინსტიტუტი დიდი იყო. და ახლა აი ცოტა წავალ კიდე წინ. ესე იგი თუ უკან. ესე იგი ინსტიტუტი შეიქმნა უფრო ადრე, ვიდრე ბალნეოლოგიური კურორტი. კი. მდებარეობდა ქალაქის ცენტრში, ვერაზე. შემდეგ 38-ში შეიქმნა ბალნეოლოგიური კურორტი. ხო? დიახ. რომელსაც ჰქონდა რაღაცა გრანდიოზული პერსპექტივები, რომ ფაქტობრივად კოჯორიუნც კი უნდა მოეცვა. ხო, მასე სამი ეტაპი, მაგრამ ეს თემა ახლაც კიდია ჩვენთან. ხო, მთელი ნახევარ ქალაქი უნდა ყოფილიყო ლამის. არა, მაგრამ შევთავაზეთ ახლა 38-ში კი არა, ჩემ დროსაც ქალაქი პატარა იყო. რა თქმა უნდა, მე ძალიან პატარა იყო. უნივერსიტეტთან ვარაზისხევი ამოვსებული არ იყო, მდინარე მიდიოდა. ეს მე მახსოვს, ჩემ დროს მოხდა. ხიდი იყო და გადადიოდა მე ჭავჭავაძე. ჭავჭავაძის პროსპექტის არ იყო. სამედიცინო ინსტიტუტში ვაჟა-ფშაველა არ იყო პროსპექტი. იყო მარტო ხო, ფაქტობრივად ქალაქ გარეთ იდგა ტრიალ მინგოზე. ყველაფერი ესენი, ხო, ყველაფერი ეს აი ვერაზე თავდებოდა ქალაქი და როდესაც გადაწყდა ბალნეოლოგიური მშენებლობა, ახლა უნდა გავიხსენოთ ქალაქის განაშენიანება როგორ იყო. აი, წარმოიდგინეთ, იყო მუშტაედის ბაღი. დიახ. სულ მწვანე ზოლი მეყვებოდა მერე ფილარმონიის ბაღი. ხო და ფილარმონიაც და მუშტაედიც იყო კულტურული საგანმანათლებლო საუკეთესო, სადაც იკრიბებოდა მოსახლეობა და ასე შემდეგ. შემდეგ მოდიოდა ოფიცერთა სახლი და ოფიცერთა ბაღი უფრო სწორად. და მერე მიდიოდი უკვე ვარანცოვით ახლანდელი დედაენის ბაღი. იყო იქ წყალჯომართობის სადგური მტკვარზე. მართლა. იყო იქ
აი რამდენი რამე არ ვიცით. არა, მე ჩემი მამას მომსწრება. ის სოღალაფრის და წყალჯვამარჯვების სადგური არ არის დიდი ხანი რას მოიშალა. და მე უკვე მიდიოდა იწყებდა ეს ბალნეოლოგიური კურორტი. ხო ცნობილია რომ მე-13 საუკუნეში 65 აბანო არსებობდა გოგირდის. მაგრამ უკვე მოგვიანებით ხანს ჩემ დროს ჩემს ბავშვობაში ქალაქში აბანო არ იყო. მთელი ქალაქი დადიოდა ჭრელაბანოში. ესე იგი განსაკუთრებით შაბათ-კვირას მიდიოდა მოსახლეობა, ორ შაბათს მიდიოდნენ მოვაჭრეები, მაღაზიის გამყიდველები და ვინაიდან ორ შაბათობით მაღაზია დაკეტილი იყო. და ქონდა აი როგორც ჩახინგლია რა იაფი და გვერდზე იყო ბალნეოლოგიური კურორტი. აქ არის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი კიდე. ტროლები გაგეცინებათ, მაგრამ ტროლებუსის გაჩერება. ერთადმე მივხვდი. ეხ მაშინ იყო გორგასალზე ორხრივი მოძრაობა. და ეს ტროლებუსი ჩერდებოდა ერთის და მეორეს ბალნეოლოგიურ კურორტთან. ხაც შორის ზემელის აფთიაქთან რო კი ბატონო. ზემელი უხდიდა ფულს რა გამოსადებია აფთიაქა ზემეля. აი ის მარკეტოლოგი იყო უკვე. უკვე ეგივე იყო და მე მახსოვს როდესაც ცალფრივად გაკეთდა შეწყდა ამატყუპების დინება ინსტიტუტში და ძალიან დიდი მნიშვნელობა. თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა. შემდეგ ახლა ჩვენ თვითონ აღნიშნეთ რომ ინსტიტუტი კურორტოლოგიის არსებობდა ვერაზე. მერე ბალნეოლოგიის გერზე აშენდა ზალიშვილის არქიტექტურით შვიცარიელთა შენობა. უკვე და ეწოდა მას კურორტოლოგია და ბალნეოლოგიური კურორტი დარჩა ცალკე. სადღაც 60-იან წლებში მოხდა მაგათი გაერთიანება ერთ დაწესებულებად. 63-ში უკვე დირექტორად დაინიშნა ვლადიმერ ციტლანს. ძალიან კარგი ორგანიზატორი, ძალიან კარგი პიროვნება. ამ სამეცნიერო აი კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტიდან ეს იქ რამდენი ექიმი გადმოვიდა, რამდენი სკოლა პროფესორები გადმოვიდნენ და საუკეთესო კადრები დღემდე მოღვაწეობენ. შემოესია ბალნეოლოგიურ კურორტს. და ადგილობრივ ექიმებს უკვე შემოუგდა ჯერ ისედაც შემცირებული და მე უფრო შემოუგდათ ავადმყოფობის ეს. ხო, ავადმყოფობის შემცირება ალბათ სხვა ფაქტორებმაც გამოიწვია ზოგადად იმან, რომ ჩვენ სხვა ტიპის მედიცინაზე გადავედით და არ ფინანსდება არც კერძო დაზღვევის მიერ, არც სახელმწიფოს მიერ სარეაბილიტაციო მკურნალობა. აი ბოლო წლებში ახლა გაჩნდა ინსულტის და ტრავმის შემდგომი დაზიანებების სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ ისიც მხოლოდ რამოდენიმე დაწესებულებაში დართესნება რომ ამოქმედებულიყო და შესაბამისად გეთანხმებით ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. მაგრამ აი ხარ ახლა ვსაუბრობთ ამაზე, რატო აუცილებელი მაყურებელსაც რო განვმარტოთ, რომ ჩვეულებრივი კლასიკური მეთოდები არსებობს კურნალობის, ხო მედიკამენტოზურია, ქირურგიულია და სხვა. აი ეს ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინა რატოა მნიშვნელოვანი? ანუ არამედიკამენტოზური თერაპია, თუნდაც ბალნეოთერაპია, იგივე ფიზიოთერაპია, რა გავლენა აქვს მას ადამიანის ორგანიზმზე, იმიტომ რომ უამრავი კვლევა ჩატარდა და ეს შედეგები აგერ თქვენ ზეპირად იცით და რა პერსპექტივას ხედავთ ახლა ამ მიმართულების განვითარების. აი ესეც თქვენი რჩევები. 78 წელს. დიახ. 1978 წელს გაგანეს აბსოლუტა კავშირი იყო. დიახ. ჩამოვიდა ფერგე, მაშინ ფერგე იყო, ფერგედან კურორტოლოგიის ერთ-ერთი კურორტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი შმიდტ კესელი. რომელმაც მანამდე რუსეთის კურორტები მოიარა და მე ჩვენთან იყო ინსტიტუტში, ბორჟოვში, წყალტუბოში, სოხუმის. აი ეს უნდა ითქვას კიდე რომ მაშინ კურორტოლოგიის ინსტიტუტს ჰქონდა ფილიალები წყალტუბოში, სოხუმში, ბათუმში და გაგრაში ჰქონდა განყოფილება.
აი წარმოვიდგინეთ როგორი დიდი კვლევითი მუშაობა ტარდებოდა ეს არ არის ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქცია. მესმის. ეს არის კვლევითი ინსტიტუტი. ხო და აი მე ესალმა თქვა ის სირაშია საქმე, ახლა თითქმის ერთი კვირა თუ ორი კვირა ერთად ვიყავით და დავმეგობრდით და ის სირაშია საქმე. ეს პრობლემა თქვენს თანაც დადგებოდა, ჩვენთან უკვე დგას. ფარმაცია და ფარმაცევტულ მრეწველობას ვერასოდეს კონკურენციას ვერ გაუწევს კურორტოლოგები და რეაბილიტაციური სამსახური. იმდენი მედიკამენტი გამოდის და იმდენი ფული იხარე მილიონს რო დახარჯავს კომპანია ფირმა ამათვე მწამლის წარმოებაში მე უკვე ყოველწლიურად ვეცდება რომ ამოიღოს ეს დანახარჯი. გაასაუბროს და ეს ძალიან ხელსუშლი. გარდა ამისა მაგრამ პოლიფარმაციამ ისევ დაგვაბრუნა ცოტა არა, მოგვახედა უკან. ნუ ახლა იცით უსათხოვოდ ამას ვერ გაექცევ. ვერ გაექცევ. ამას ვერ იგივე თუნდა სპორტულ მედიცინაში, ხო სპორტულ ტრავმები. ეხლა ახლობელი ხალხია ჩემთვის. ახალგაზრდა და ეს კამპანია ძალიან კარგი სასიამოვნო ხალხია. და იქ მედიკამენტური მკურნალობა მარტო არა, იქ სწორედ ფიზიკური მეთოდებია მკურნალობის და რეაბილიტაციის საჭირო. ბატონო ალექსანდრე, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ახლა ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, რომ თქვენ გაიხსენეთ ბალნეოთერაპიაზეც ვისაუბრეთ, კურორტზე, აი ამ ძალიან შესანიშნავ მართლა ინსტიტუტზე კურორტოლოგიის, რომელმაც უამრავი კვლევა ჩაატარა და არა მარტო თბილისის, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს კურორტები შეისწავლა, შესანიშნავის ატლასიც გამოსცა, სადაც აღწერილია აბსოლუტურად ყველაფერი. დაწყებული კლიმატის ფაქტორებიდან დამთავრებული შემადგენლობით იმ სამკურნალო ბუნებრივი საშუალებების, რაც ჩვენ გვაქვს და ბუნებრივია იმ პერსპექტივებითაც, რომელიც საქართველოს აქვს და ძალიან მიხარია, რომ დღეს არის ინტერესი სახელმწიფოს მხრიდანაც და იმედია, რომ კურორტების განვითარებას მეტი ყურადღება მიექცევა, მაგრამ მთავარია, რომ ეს იყოს არა მხოლოდ ვთქვათ გასართობი და დასასვენებელი, არამედ აუცილებლად თავისი სამკურნალო ფუნქცია შეიძინოს. 6 წელი ვიმუშავე სანატორიუმში. 700 კაცი მოდიოდა ყოველ 24 დღეში ერთხელ. სულ სხვა თანაც მოდიოდა ხალხი, რომელს კაპექს არ ეხდიდა არც გზავრობაში და არც კვებაში და აღარ არის უფასო მედიცინა. არა, მედიცინა არ იყო უფასო. პროფკავშირები ეხდიდა ამას უკვე. კი, მესმის მე ვამბობ მოსახლეობისთვის. ეს სულ სხვა არის, სულ სხვა არის. სხვათა შორის თქვენ ძალიან საინტერესო რამ ბრძანეთ, ბატონო ალექსანდრე, იმიტომ რომ ეხა ფორმები იცვლება. და არის გარკვეული სწორედ საქართველოს გარეთ არსებული ქვეყნები და მათი ჭკვიანი, ასე ვთქვათ, ბიზნესმენები, რომლებიც აფასებენ თავიანთი შრომელების შრომას, ხვდებიან, რომ პერიოდულად მათ ჭირდებათ გაშვება, შრომითი ძალების აღდგენა, ფიზიკური ძალების აღდგენა და ზოგიერთ კურორტ საქართველოში უკვე დადებული აქვს უცხო ქვეყნის აი ესეთ საწარმოს ხელმძღვანელებთან ხელშეკრულები და უშვებენ, მაგრამ ის რაოდენობა აღარ იქნება, რა თქმა უნდა, რაც ამის გარდა კავშირის დროს უნდა იყო. ეკონომიკაც ძლიერი. რა თქმა უნდა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მოკლედ ამ მიმართულებაზე თქვენი მოღვაწეობის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი მოღვაწეობის არის ჩემი აზრით სწორედ კიბერნეტიკის, ბიოფიზიკის, ჰელიოგეოფიზიკის მიმართულებით და თუ ჩვენ დღეს ამას ფაქტობრივად ტრანსლაციურ მედიცინას უწოდებთ და თუ გავიხსენებთ, რომ იმ პერიოდში ფაქტობრივად ესეთი ინტეგრირებული სხვადასხვა მეცნიერებები მედიცინაში ნაკლებად იყო, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად თქვენ ხართ ის პიონერები, ის პირველი, ასე ვთქვათ, მეცნიერები თქვენს სხვა კოლეგებთან ერთად, რომლებმაც ეს მიმართულება წამოიწყეთ. აი, ჩვენ მედიდეაში ვარ და გვიყვარს ასეთი კითხვების დასმა, როგორ გაჩნდა თავიდან იდეა, რომ ამ მიმართულებით გემუშავათ კიბერნეტიკის საკითხებზე, იგივე ჰელიოსისტემების გავლენაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიოფიზიკაზე და რა გუნდი იყო და რა სამუშაოები ჩატარდა. ესე იგი, როდესაც სკოლა დავამთავრე. დიახ. მაშინ უბრალოდ მე-10 კლასში რომ ვიყავი, მაშინ სულ ჯავახიშვილში გაიხსნა კიბერნეტიკის ფაკულტეტი. თავისთავად სხვადია და ოჯახში დავსაკითხი, რომ ხომ არ ჩამებარები და უნივერსიტეტში კიბერნეტიკის ფაკულტეტზე თქვა.
ციგ მაშინდლიდან გაინტერესებდეთ. ბავშვობიდან. და ვიჯდა მამა ჩემი, ბიძა ჩემი და ოჯახის წევრები და როგორი პასუხი იყო იცი? ექიმობა ჯობია. შეიძლება ამ ქვეყნიდან ისე წახვიდე, რომ გამოთვლითი მანქანა ვერც კი ნახო, ვერც კი ნახო საქართველოში ვინ გამოიყვანს და ვინ გამოიყვანს გამოთვლით მანქანას. ეს ერთი და მეორე ერთი ამე იცოდეო. ექიმად ჯობია წასვლა, იმიტომ რომ თუ დაგიჭირეს სამატყობი ციხეშიც ექიმად იმუშავე. რა უნდა დავეჭირე? მაგრამ ისეთი ჩვეულებრივი ამბავი იყო. ის აი ივანე კონიაშვილის სახელობის ინსტიტუტი, ხო? დიახ. 38-ში დაიჭირეს და დაჭერის მეორე დღეს დახვრიტეს. არ არის ასე. აგიტო ამბობ ისეთი დრო კონდათ გავი. აი ეს გავლილი კონდა. იოსებ აბაკელიას გახსნა ინსტიტუტი და დახვრიტეს 8 წელიწადში. ხო. ასევე ისიც მისი ერთ-ერთი ქიმიკოსი. ასევე 37-ში დაიჭირეს და მეორე დღეს დახვრიტეს. და ოჯახს ცნობა გამოგზავნეს, რომ 45-ში გარდაიცვალა. არ არის სასაცილო. სატირალი როარი ყოს. მოკლედ ესე იგი დავიწყო. ჩააბარეთ სამედიცინოზე, ხო? ჩააბარეთ სამედიცინოზე. მაგრამ აი ჯერ დავიწყოთ ასე კიბერნეტიკასთან დამაკავშირა აი გიზოვასაც. აი რა ზანებ, იმიტომ 72 წელში სამედიცინო ყველა სამედიცინო პროფილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში და ასეთი იყო 26 თუ მეტი კიდე გახსნა ლაბორატორიები სამედიცინო კიბერნეტიკა მასშტაბური სისტემოტექნიკა ერქვა თუ რაღაც და ძალიან დიდი ღვაწლი ამ საქართველოში გამოთვლითი ტექნიკის განვითარების ეგვონტის მასში და მედიცინაში მისი გამოყენება. არა, მედიცინა არ, მე სწორედ საქართველოში მედიცინაში. ეს იყო მხოლოდ მედიცინა. მაყურებელს და არა, რომ მე დამავიწყდო რომ მაყურებელს. ხო, იმიტომ რომ ხა ყველა არ არის ექიმი და მინდა რომ მიხვდნენ რამდენი წინ ბრძანდებოდით, იმიტომ რომ ახლა ლაპარაკობენ ტექნოლოგიების ღრმად დანერგვაზე მედიცინაში და თქვენ როდის წამოიწყეთ ეს? არა, ჩვენ კალკულატორი მენატრებოდა, ჩვეულებრივი კალკულატორი. და ახლა უკვე ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობთ მედიცინაში. არა, ახლა ტელეფონი რებს აკეთებს. აბა. ეს წავდი. მეორე დიდი დონა მიმართულება ეს ახლა იგივე დაახლოებით იმ პერიოდში შევხვდი დავით ჭილდიანს. მაშინ დავით ჭილდიანი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი. დიახ. რაღაცნაირად მოგვეწონდა ერთმანეთში და შემომთავაზა რომ 9 წყაროზე იყო დიდი მუდმივი დიდი მუდმივი მაგნიტი. და იქ მინდა ჩავატარო ცდებია. იყო ერთი შესანიშნავი პიროვნება მისი მოწაფე, წაიყვანეს ბაჭიები და ამ მაგნიტის გარემოში ათავსებდნენ. მოხდა ინფარქტი დაემართა ამ ბაჭიებს და დაეუბნენ. სხვათა შორის ახლა მე შეგნებულად არ დავასახელე მისი მოწაფის გვარი ისიც ძალიან ადრე დაიღუპა, იმიტომ რომ მაგნიტურ ველში უწევდა მასაც ყოფილი. ვერ ხედავ, ვერ გრძნობდა, თამამად იქცეოდა. ექცეოდა ამ მაგნიტურ ველს. მაგრამ ერთია ის ჯერ ერთი მუდმივი მაგნიტური ველი, მეორე ძალიან მძლავრი, ევროპაში ყველაზე მძლავრი და მეორეა დაუშვათ ის მაგნიტური ველი, რომელიც დედამიწას საკრავს და ბუნებრივად ზემოქმედებს ჩვენს. ძალიან სუსტია, ძალიან სუსტია. ხომ? და ამიტომ მაშინ ესეთი კარგი კოგორტა შეიქმნა. იყო გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვაზიშვილი ვანო, გპ-ში ტექნიკურ უნივერსიტეტში უпроსტორად იყო ოთარ ხომერიკი, რომელმაც იმ პერიოდში გახსნა, ცოტა უფრო ადრეც გახსნა სამედიცინო ელექტრონული აპარატურის
კათედრა და ამზადებდა სტუდენტებს და აი ეს და მე პარალელურად ვიყავი ოთარ ხომერიკთან მაშინ მე მგონი დოცენტი ვიყავი და ნახევარი პროფესორი ვიყავი თუ რაღაცა და ვკითხულობდი ლექციებს სამეცნიერო და აი დავიწყე მიმართულებით და შეიქმნა მაგნიტოკომპენსირებული პალატა. ესე იგი რას ნიშნავს ეს დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებებს ასწორებდა ეს პალატა. და ესე იგი მუდმივი მაგნიტური ველის გარემოში იყო ადამიანი, მაგრამ ეს მუდმივი ცვალებადობას არ განიცდიდა. ხო და აღარ იწვევდა ეს განსაკუთრებით როდესაც გეომაგნიტური ხარისხლებთან ქონდა საქმე. ასეთი პალატა ორი ცალი ავაწყვეთ რესპუბლიკურ სამავთყოფოში, ორი ცალი ავაწყვეთ კურორტოლოგიის ინსტიტუტში და ეხლა ერთი ოთახია პალატა არ არის ისა მწვავე დაკვირვებებისათვის არის აიეთში. კი ბატონო. ცოტა დავიწყეთ გამოკვლევები უკვე დაკვირვებები აქედან წავიდა მაშინ ლევანის იყო ამ ამბავში ჩართული სრულიად ახალგაზრდა ჩემი ქალიშვილიც იყო მაშინ არ იყო მისი მეუღლე ხო, თქვენ დიდი სამედიცინო ოჯახი რო გაქვთ, ეს კიდევ ცალკე თემაა. წინაპრებით თქვენ და მე თქვენი შემდგომი. აი ეს არის აი ციკში რომელიც არ ციკი ორი ციკი არა შავს ორი ციკი მაქსიმალურად და საინტერესო ხო კიდე ის რომ დავითი იყო ერთი წელი სტოკჰოლმში. დიახ. სამუშაო ადგილზე კვალიფიკაციაზე და დღეურებს წერდა ყოველ დღე. მე რას ვძანებ. ძალიან საინტერესო დღეურები იყო და ეს დღეურები აღვადგინე და გამოვეცი. აი მე რა საინტერესო. ამას ალბათ ცალკე გადაცემა უნდა მიუძღვნათ, მით უმეტეს რომ ბატონ დავითი ჩემთვის პირადად ძალიან დიდი პიროვნება, იმიტომ რომ მის ხელში გავიზარდე. რა კი ცოტა იუმორი მქონდა რომ შეურიოთ ამ ამბავში. აი მთელი წელი დღე არ ჩავოგდია, ყოველ წელს ის წერდა ამ ყოველ დღე ის წერდა ამ თავის ინტრის შტაბის ძალიან საინტერესო დღეურები ესოთა შორის ძალიან თავი და პაციენტების არცერტი იდეებით ალბათ ხო? სავიკითხე სოფლა საბაგაკითხე და შემოდგომაზე სტოკჰოლმში ჩადეს მისი მეუღლე ცაცა. აჰა, დიახ ვიცნობდი ალბათ ცაცასაც დიახ. რაღაცა ორი კვირით თუ რაღაცა და ის ორი კვირა ჩავარდნილია. მაგრამ მე ვხედავ რომ თქვენ ახლა რასაც მიყვებით ეს არის უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ჩემი გადაცემების ციკლში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბოლოს როცა ჩვენ თანამედროვე მედიცინის ისტორიაზე ვისაუბრებთ, გამოდის რომ თქვენი დექით სწორედ სათავეებთან ქართულ მედიცინაში აი ამ მიმართულებების ასე ინტენსიურად დანერგვის. აი ახლა იგივე კურორტოლოგიის ინსტიტუტი და განსაკუთრებით ბალნეოლოგიური კურორტი, როდესაც შეიქმნა 38-ში, ხო? დიახ. ვინ იყვნენ ეს ექიმები? ხო, უცნობია. აი ეს რომ თანამედროვე მედიცინის ისტორიამ შეისწავლოს. რა თქმა უნდა, უნდა დაიწეროს ყველაფერი, კი ბატონო. კი ბატონო, ვემზადებით ამისთვის და ნახოთ. ეს იკარგება. რა თქმა უნდა. ეხლა თუ არ დავწეროთ. მოყოლის არავინ არ არის, ცოდნეს არავინ არ არის. გეთანხმებით. ეხლა ძალიან საინტერესო ფაქტი მივაგენე მე. კონიაშვილი. დიახ. და კონიაშვილის ქალიშვილი გათხოვილია მოსკოვში. დიახ. ცოცხალია მშვენივრად. მისი მეუღლე არის დიდი გიგლა იოსელი და დავით გიორგევიჩის შვილი იყო გიგლა იოსელი არის. აი გიგლა იოსელიანის ვაჟზე. და დავით იოსელიანი, რომელიც შესანიშნავი ექიმია და მოღვაწეობს მოსკოვში. და აი ეს არის ოჯახი. ესეც საინტერესოა მათთან დაკავშირება და მოგონებები. თბილისთან მათ არავითარი კავშირი აღარ აქვს. ეს იოსელიანების ოჯახი კიდე ერთია საინტერესო, იცით? ეხლა მე აქ მინდოდა და მეხსენებინა თემო პეტრიაშვილი. ჩვენი პროფესორი პათოლოგიის კათედრის. შესანიშნავი პიროვნება და თემოს ჰქონდა ერთი გატაცება, რომ ერეკლე მეორის თაობაზე წერდა
ციგნებია გამოცემული. მოკლედ, ექიმები არიან ყოველთვის ან ხელოვნებაში, ან ისტორიაში, ან სხვა მიმართულებაში. აი ამ იოსელიანი, გეგლა იოსელიანის ამ ოჯახში ინახებოდა უბრალოდ ხო, ინახებოდა სტანდარტი ეს რა არის ფაქტობრივად ხატია. მოქსოვილი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ინახებოდა ჯერ იოსელიანების ოჯახში, მერე ღვთისმშობლის ქაშვეთის ეკლესიაში, ქაშვეთში არა. მოკლედ ერთ-ერთ ეკლესიაში, როდესაც გასაბჭოება მოხდა და რაღაცა გიგლამ წამოიღო და თავის სახლში ინახავდა მას. და მერე ახლა დააბრუნდა ისევ ეკლესიაში. ესე იგი საინტერესო ოჯახია ძალიან. და აი რომ დაუბრუნდეთ და ჩვენი გადაცემაც დასასრულისკენ მიემართება და რომ ასე ვთქვათ შევაჯამოთ, იმიტომ რომ მოსაგონარი ძალიან ბევრი გაქვთ მე მესმის. იმედი მაქვს რომ მემუარების, კიდევ ახალი წიგნების სახით მივიღებთ თქვენგან კიდევ ბევრ ინფორმაციას, მაგრამ მე მაინტერესებს ახალგაზრდებიც გვისმენენ და მათ რას ურჩევდით, იმიტომ რომ დღეს ისინი მედიცინაში როცა მოდიან, უკვე იციან, რომ შეიძლება მეცინა აღარ არის განყენებული, უამრავი სხვა მიმართულების ცოდნა, მოუწიოთ სწორედ განსაკუთრებით ფიზიკის, ქიმიის, გენეტიკის, ბიოლოგიის, ტექნიკური, მათემატიკის და აი ამ სწორედ ტექნიკური მეცნიერებების, იმიტომ რომ სამეცნიერო აპარატურის და აღჭურვილობის გარეშე დღეს კვლევებში კიდევ ესეთი საინტერესო ლაბორატორიების შექმნის გარეშე შეუძლებელია ხო პროგრესი. როგორ ფიქრობთ, დღეს რა მნიშვნელობა ენიჭება იმ საქმეს, რომელიც თქვენ წამოიწყეთ, რამდენად უნდა გაგრძელდეს ასეთი საქმე, შეიქმნას, შესწავლილი იქნას გეოფიზიკური ფაქტორები და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობას და ზოგადად ისეთი მიმართულება, როგორც არის თუნდაც მაგალითად ეკომედიცინა, განვითარდეს თუ არა, ასეთი ხელოვნური მოდელების შექმნით და შესწავლით, რა თქმა უნდა განვითარდეს თუ არა. რა გაჩვენათ ამ ლაბორატორიების მუშაობა? ვერაფერს ვერ ურჩევ. ისეთი სიტუაცია. თუ კი სახელმწიფო ეკონომიკა არ გაძლიერდა, თუ კი სახელმწიფო მშვიდობა და სიმშვიდე არ დამყარდა, თავარი არ გახდა შრომა და წყნარი შრომა. რამდენი ვიცი მე ახლა მე პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტში კოლეჯი დავაარსე თუ გახსოვთ. ეს იყო 95 წელს და ბატონ რამაზ ხეცურიანს დიდი მადლობა ვარ რომ არ მიცნობდა და მენდო ასეთი საქმეს და მე თამარა დეკანოსიძე და შვანიშვილი ვიჯახით და ერთ წელიწადში გავამზადეთ პროგრამა და მე მენდო და ჩამაბარა. შესანიშნავი ბავშვები არიან 95 წლის მიღებიდან ყველა წლის სტუდენტებს ახლა ექიმებს ხვდები და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველას განვითარება ვიცი. მესმის. ეს კიდევ ცალკე განათლება ხო, განათლების როლი. ჯერ ერთი რა თქმა უნდა ეს კოლეჯი საჭირო საქმეა, აუცილებელი საქმე იყო. მით უმეტეს 90-იან წლებში სკოლა კოლაფსის მერე რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც ურჩიო მე ახალგაზრდა ორი სამი შვილი მყავს, რომლებმაც დაამთავრეს სამედიცინო ინსტიტუტი. იმიტომ რომ სამედიცინო ოჯახი ხარ. ვერაფერს ვერ ურჩევ. ყველა უნდა მოძებნოს თავისი გზა. ხო, არა, მე ძალიან დიდ მადლობას მოგოს, იმიტომ რომ ესეც ძალიან სერიოზული რჩევაა, იმის ნიშანია, რომ თვით გამორკვევაზე უნდა დახარჯონ გარკვეული დრო, გაერკვნენ და ნახონ რა ინტერესებდა, რა გზას გაყვნენ, მაგრამ ზოგადად მაინტერესებდა უბრალოდ პერსპექტივა, საჭიროება თუ არსებობს ეკომედიცინის განვითარების მოდელების შექმნის, ანუ აი ესეთი ლაბორატორიების კიდევ უფრო ფართოდ. ეკონომიკას, ყველაფერი საჭიროა. აბსოლუტურად. არა, იმას დაფინანსებდეს. ვინ დააფინანსებს? რო ხარისხიანი იყოს. და თანაც უნდა ხელფასი მისცეს. მესმის. და დღევანდელ დღეს 500 ლარი უკვე
გაუფასურებულია ადრინდელმა. კეთილი, მე მაინც იმეც ვიტოვებ, რომ ინტერესები გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ინვესტირებას ჩადებენ ასეთი სამომავლო მეცნიერებების განვითარებაში. ასევე სახელმწიფოც გარკვეულ პროგრამას დასახავს ახლო მომავალში მიზნად ქვეყნის განვითარებას, რა ჭირდება მედიცინის განვითარებას. სოფლიო განვითარება ის ხდება, რომ ის დრო წავიდა, როდესაც მე მყავდა ერთი ინჟინერი, გენიოსი ბიჭი იყო ის. ვიჯექით და ვეწყოდი, აი ხომ ხედავ ახლა, აი აქედან გამოდის, აი ეს 1 ვოლტი ასეთი. აი გამოსავალზე მინდა რომ მივიღო ეს. მოიცადე, მოვიფიქრო. ნახასაც არ აკეთებდა. მიკროსხემებით აწყობდა ისეთი და მიკეთებდა აპარატს და მასლებს. მესმის. ძალიან საინტერესოა თქვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, და თქვენი დამოკიდებულება მე მესმის და აბსოლუტურად სწორია. თქვენ ამ ხელა გამოცდილება გაქვთ უკვე და იცით, რომ რაზეც არ უნდა ვისაუბროთ და ჩვენი გადაცემაც ამაზეა, როგორ უნდა მივიდეთ იდეიდან რეალობამდე. როგორი ბრწყინვალეც არ უნდა იყოს ჩვენი იდეა, ჩვენი ხედვა, ჩვენი ჰიპოთეზა, გეთანხმებით. თუ პირობები არ იქნება, ინტერესი არ იქნება, ხელშეწყობა არ იქნება, სამწუხაროდ ბევრი იდეა მოკვდება. ჩემი სუბიექტურია, მხოლოდ რაც გინდა. გეთანხმებით. ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, მენეჯმენტიც სჭირდება, ადამიანური რესურსიც და ფინანსური რესურსიც. რეკლამა. რეკლამა შეიძლება ისეთი. მიხარია, რომ ესეთი სწორი და თანამედროვე ხედვები გაქვთ, როგორ უნდა. არის ფაქტია. კი ბატონო, იმიტომ რომ სხვანაირად არ ვითარდება არც ცხოვრება, არც მეცნიერება და არც მედიცინა. ასე რომ ვფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო საუბარი შემოგთავაზეთ, ცოტა წარსულშიც ვიმოგზაურეთ, ცოტა დღევანდელი მდგომარეობაც შევაფასეთ. ყარიდელ პერსპექტივებზეც რამოდენიმე სიტყვით თავისი აზრი გამოხატა ბატონმა ალექსანდრე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ხედავთ, რომ მედიცინა, ცხოვრება, მეცნიერება მიდის წინ და ამ ყველაფერს სწორედ იმიტომ ჭირდება ხელშეწყობა, რომ საბოლოო ჯამში ნებისმიერი მეცნიერება და მათ შორის საციცოცხლო მეცნიერებები განსაკუთრებით ემსახურება ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას, ადამიანების ჯანმრთელობას. ასე რომ ვისურვებთ ჩვენი იდეების განხორციელებისათვის საჭირო პირობები, ვისურვებთ განვითარება, პროგრესი და მშვიდობა, გისურვებთ საუკეთესო ჯანმრთელობას, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.